ხაზის რადიო. რადიო. სამშაბათი. ფესვები და ფრთები. ესაა ტრადიციით ბუძებული ორი განძი, რომლებიც შეგვიძლია გადავწეთ მომავალ თაობას. ლალი სეთურიძე. მოგესალმებით, ვართ ტალღაზე FM 102.4. ეს არის საზოგადოებრივი რადიო და რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში ცეკვით ნამდვილად არ შემოსულვართ ეთერში, მაგრამ აი მუსიკალურ კულტურაზე საუბარს კი ვაპირებთ, როგორც მას პიგძლები, ასევე ჩვენი სტუმრები. მე ეკა ვარ ტალახაძე, დღეს სამშაბათია და დღეს მას პიგძლობთ ჩვენ სტუდიაში ჩემი კოლეგა ლალი სეთურიძე. დილამშვიდობის ქალბატონო ლალი. დილამშვიდობის, მივესალმები რადიო მსმენელს, მივესალმები ჩვენ სტუმრებს, რომელიც უკვე სტუდიაში არიან. და რომლებიც უკვე დაიწყეს საუბარი თემაზე. და ჩვენ დღეს მასა ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი. რაც ჩვენი გადაცემა ჩვენ ამას არ შევხებივართ. აი სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა ასეთი კომპაქტური ალბომი ძველი თბილისის მუსიკა. და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი რადიო მსმენელისათვის ამ თემას ფაქტურად არ შევხება და ასეთი ალბომი ჯერ არც გამოსულა ასე კომპაქტურად. რა თქმა უნდა ძველი თბილისის მუსიკას ასრულებენ თანამედროვე ანსამბლებიც, მაგრამ აი ეს როგორი იყო პირველი წყარო, ზუსტად ამაზე მიგვანიშნებს ეს ალბომი. და რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემასთან მიართებაში გვექნება საუბარი, როგორი ასახვა ხპოვა, შემდეგ როგორი განვითარება ხპოვა და აი ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვიწვიეთ ეთნომუსიკოლოგი ქეთევან ბაიაშვილი და ჩემი კოლეგა სტუმარ მასპინძელი და ფოლკლორისტი ფრატონი მიხეილ ჯავახიშვილი. მოგესალმებით. დილამშვიდობის. მანაც აუცილებლად ვუთხრათ რომ მე მადლობა მოწვევისთვის. მადლობთ გავდენგეთ. ერთი მინდა თქვა ახლა თავიდან ეს დავიწყოთ რომ ქართული ქალაქური მუსიკა საერთოდ ეროვნული სამუსიკო ფოლკლორის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მხატვრულად დამოუკიდებელი ეს პლასტის სხვადასხვა სინთეზის შედეგად წარმოიშვა და გამივიღეთ ჩვენ მულტიკულტურული ხელოვნება ქალაქური, რომელიც ორი ხაზით განვითარდა. აზიური და ევროპული უფრო გვიანდელი და აზიური ძალიან დიდი ხნიდან იღებს სათავეს. და ამაზე ვისაუბრო და შემდეგ კიდევ შევთავაზებთ ამ ალბომიდან ჯიმუშებს.
ჯერ ერთი მე საჭიროდ თვლი, არ ვიცი, შეიძლება ცოტა მიკერძოებაში ჩამომართვან, მაგრამ აუცილებლად მინდა აღნიშნო, რომ ეს ალბომი მართლა არის ძალიან დიდი საჩუქარი მუსიკის მოყვარულთათვის, იმიტომ რომ ჯერთი ეს არის სრულიად მიშო გვეტყვის ამის შესახებ შემთხვევის წყალობით მოხდა ამისი აღმოჩენა, ამ მასალის აღმოჩენა. ეს არის სრულიად უნიკალური ნიმუშებისგან შემდგარი ალბომი. იმ ნიმუშებისგან, რომლის შესახებ ფაქტიურად არც კი გქონდა წარმოდგენა. და აი თუ როგორ აღმოაჩინეს ბატონმა მიშა მდინარაძემ და მიშა ჯავახიშვილმა ეს ალბომი, ალბათ თვითონ მიშო გვიამბობს ამის შესახებ. მე უბრალოდ მინდა აღნიშნო, რომ ძალიან დიდია მნიშვნელობა აი ამ მასალისა, როგორც მუსიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ასევე სამეცნიერო დანიშნულებით, ასევე ისტორიული დანიშნულებით და ასევე საშემსრულებლო დანიშნულებით. ხო, აი ვიდრე მიშოს შეგვერთებოდა. აი მართლაც ეს წყაროს მნიშვნელობას იძენს აი ეს ნიმუშები. სულ რომ არ ვიცოდეთ ისტორია, კეთი მე მგონი აი ჩვენ მოვიცნოთ ასევე ქართული გლეხური ფოლკლორი და ქალაქური ფოლკლორი, რაღაც გარკვეულ ისტორიულ წყაროებსაც კი მიეკუთვნება, იმიტომ რომ ქალაქურის ყოფის დამახასიათებელი საკმაოდ კარგად ჩანს მისი სოციუმი, მისი რელიგიურობა, ეთნოგრაფია, ყველაფერი და ასევე სოფოს თავისი შედეგებით, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება თავისი და ამისი განმასხვავებელი მიზეზები არსებობს, იმიტომ რომ ეს არის ყოფის თავისებურებები, ყოფის ეთნოგრაფიული ყოფის თავისებურებები სოფელში სრულიად სხვა და ქალაქში სრულიად სხვა. და აი ეხლა ის თქვენ შეკითხვას რაც შეეხება მართლაც აი აზიური შტო, ქალაქური მუსიკის აზიური შტო ძალიან ძველიდან იღებს სათავეს როგორც ჩანს, იმიტომ რომ თუ გამოკვლევას გავყვებით ეს მიგვიყვანს სასანიდურ ირანამდე. ანუ იმ დროიდან, როცა ქართველებს გარკვეული ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ურთიერთობები ჰქონდათ უკვე ირანთან. და ძალიან საფიქრებელია, რომ აი ამ აღმოსავლური მუსიკის გავრცელება საქართველოში უკვე უნდა ვივარაუდოთ იმ დროიდან. ჯერ კიდევ მცხეთის დედაქალაქობის ეპოქაში და შემდეგ რა თქმა უნდა თბილისში. ახლა თბილისის და მცხეთად შიდა ქართლში მდებარეობს ორივე ქალაქი და ორივე არის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის. თვითონ გეოგრაფიული დებარეობა კარნახობს იმაზე, რომ აი ამ ადგილებში წარმოშობილი მუსიკა და აი ყოფითი მუსიკა უნდა იყოს შერწყმის შედეგი. და ეხლა თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეს იყო აბრეშუმის გზაზე გამავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძარღვი და აქ უამრავი ეროვნების ხალხი იყრიდა თავს სხვადასხვა ქვეყნიდან, ძალიან გასაგებია, რომ ეს მულტიკულტურული უნდა ყოფილიყო. აი ამ ნიშნით, რასაც თქვენ გვიყვებით ახლა კაპიტან კეთი, კიდევ უფრო საინტერესოა, რატომ ვერ მოხერხდა დღემდე თუნდაც ამ მუსიკალურ ნიმუშების შეგროვება, თქვენ ბრძანეთ სრულად შემთხვევითობის დამსახურებაა, რომ ჩვენმა კოლეგებმა მიაგნეს და შეკრიბეს ეს ყველაფერი. მიშო, თქვენ მინდა გკითხოთ ახლა, როგორ მივედით აქამდე, იმიტომ რომ და საერთოდაც თუ იყო, დაუშვათ მანამდე მცდელობა ამ ტიპის მუსიკის კვლევისა, თუ არ ჩაუთვლით რაღაც თეორიულ მინიშნებებს. ხო, რაც შეეხება კვლევებს, ახლა ქაუტონი ქეთევანი კარგად იცნობს ამ თემას და ის ყოველთვის მუშაობდა არა მარტო ამ თემაზე, მრავალ თემაზე. და აგრძელებს კიდევაც, ისვისაც მინდა მადლობა გადაუხადო და აუცილებელია ასეთი ადამიანები, რომლებიც იკვლევენ ძირეულად არა ძალიან პოპულარულ თემებს, ამით ისეთ თემებს, რომლითაც არ არის ხალხი, ასე ვთქვათ, ინფორმირებული და დიდად ბევრი ინფორმაცია არც სამეცნიერო კუთხით არის ცნობილი. რაც შეეხება როგორ მოხდა ამ ყველაფრის ამ პროექტის ვთქვათ შეეკვრა თავიდან ბოლომდე სულ ცოტა ხნის წინ მიხელ მდინარაძემ და მე დავაარსეთ ესეთი ფონდი, ეს არის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კვლევის და განვითარების საერთაშორისო ფონდი, რომელიც გულისხმობს ესეთ საინტერესო პროექტების გაკეთებას და მოხდა ისე, რომ პირველი იდეა, რომელიც ჰქონდა, ეს იყო სწორედ თბილისური ფოლკლორის, თბილისური მუსიკის, თბილისური სამუსიკო ფოლკლორის შემოქმედების
რაღაც სიმბოლური ერთი პატარა კომპაქტ დისკის მომზადება, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ მასალა ჩვენ არ ქონდა. რომ დღეს რა მასალებიც არსებობს, ხა იმაზე დაყრდნობით მე მგონი არ იქნებოდა სწორი, ასე ვთქვათ, რაღაც ერთი სამეცნიერო კუთხით დაგვიდო რაღაც ნაშრომი. ამიტომ გადავწყვიტეთ არქივებში ვთქვათ სიარული და გვინდოდა მოგვეპოვებინა ესეთი მასალა, რომელზეც დაყრდნობითაც შეიქმნებოდა კონკრეტული ტექსტუალური მასალა, ასე ვთქვათ, რომელიც იქნებოდა სამეცნიერო ნაშრომი, ასე ვთქვათ, რომელიც საბედნიეროდ გვაქვს ჩვენ ამ კომპაქტ დისკთან მიმართებაში და ამ მასალას ვერ პოულობდით. მოვიარეთ ბევრი არქივი, ეს კროსფონდიც, რა თქმა უნდა, ცენტრალური არქივიც, ბევრი სხვა, მაგრამ ძირითადად ჩვენ ხვდებოდით აი 30-იანი წლების შემდეგ ჩანაწერებს. და უფრო პოპულარულია, ხო? ანუ ის პირველი წყარო არ იყო მეკვლეური. არ ვიცოდით როგორ იყო 30-იანის შემდეგ რა ხდებოდა მანამდე, თუ შეიძლებოდა რომ უფრო ესეთ ძირეულ მასალას გავცნობოდით, სამწუხაროდ არ იყო, მაგრამ მიშა ერთი წუთით რაღაცა მინდა კითხოთ. აი, როცა საუკუნის დასაწყისში მოხდა ჩაწერა და დაფიქსირება. და ეს ვიდეო მე მოგეხსენებათ, რომ ლონდონის გრამოფონმა იმგზავრა საქართველოში ჩაწერა ის დიდი მარგალიტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენი ეთერის საშუალებით ყოველთვის ვთილობთ, რომ ჩვენს მსმენელს მოვასმენინოთ ის დიდი განძი. და სწორედ აი ამ პერიოდში ბატონ ანზორს აქვს კატალოგი, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, სადაც თავმოყრილია ამ არქივში, ეს თქვა დაცული ყველა მასალა. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდა ამის თლიანად ჩამოტანა, იქ ბატონმა ანზორმა ხალხურ სიმღერაზე უფრო გააკეთა იმ მომენტში აქცენტი და წამოიღო ლონდონის და სხვადასხვა მოსკოვის არქივებიდან, პეტერბურგის არქივებიდან, მაგრამ ის მასალა მაინც იქ დარჩა, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ კვლევა აი ამ ძებნა ამ მასალის რა შეიძლებოდა გვინახა. იქ ნახეთ საინტერესო მასალები და უნდა ითქვას, რომ შემდეგ ზუსტად იდენტური მასალა აღმოჩნდა ეს იმ კატალოგში. დიახ, თორემ ჩვენ გადავამოწოთ ეს ყველაფერი. და მოხდა ისე, რომ ვესტუმრეთ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმს, სადაც არაჩვეულებრივი ადამიანები დაგხვდნენ, რომლებიც თლიანობაში ამ ყველაფერს ამ დიდ განს, თქო, იქ იცავენ და მინდა ყოველს მოუწოდო, რომ მივიდნენ, ბავშვები მიიყვანონ, სკოლები, კლასელები, ასე ვთქვათ. უნიკალური ფოტომასალა არის, რაღაც სასწაული ჩვენ კომპაქტ დისკსაც თან დართული აქვს ეს მასალა და თან კიდე ის ადამიანები ასრულებენ და იმ ადამიანების ფოტოები აქვს შესული, ვინც პირადად იცნობდა ძალიან კარგად იოსებ გრიშაშვილს და პირადად ხელმოწერებიც არის იქ, როგორ გადასცემენ ასე ვთქვათ. კოლორიტი იყო ბატონი ფოტოებში. და მოხდა ისე, რომ გვირჩი ეს კიდევაც, რომ იქნებ ქარვასლაში შეიაროთ და ნახოთ იქ თუ არის რამე ისეთი საინტერესო, რომელიც ამ შემთხვევაში გამოგვადგებოდა. რა თქმა უნდა, ის გრიშაშვილის მასალას ჩვენთვის ძალიან თლიანად ფოტომასალა გადმოგვცა გრიშაშვილის სახლ-მუზეუმს, რასაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. და შემდეგ მოხდა ის, რომ ვესტუმრეთ ნანა მახატაძეს, რომელიც არის მცველი, ასე ვთქვათ, ფონდების მცველი ქარვასლაში. და მოვისმინოთ ალბათ ერთი სიმღერა თუ შეიძლება გავაგზავნოთ უკვე კონკრეტული ამბავს, როგორც მოხდა უკვე კონკრეტულად ამ ყველაფრის ჩვენ აი ახლა გაიჟღერებს კენტაური და აი კენტოსიც ორი სიტყვით შეიძლება ვთქვათ ასე. ზოგიერთი ისტორიული წყარო მიუთითებს, რომ ის უფრო ისეთ სპარსეთიდან შემოსული ტიპია. კულტურა კი ზოგადად სახე ტიპი, რომელიც სხვადასხვანაირ განშტოს აქვს. შეიძლება დავინახოთ, შეიძლება როგორც ყოდადებით, შეიძლება როგორც ვარ ისეთ რა მაგრამ კარგი ცეკვა კი დაგვიტოვა ესე. ვერსად ვერ წაუვალ. მოგწონს თუ არ მოგწონს ეს ესეა. ეხლა ის რომ კინტოების სოციალური წრე ნამდვილად არსებობდა თბილისში, ამის უარყოფაც არ შეიძლება. და რა გასაკვირია, რომ აი ამ ხალხს თავისი გემოვნების შესაბამისი სიმღერაც ჰქონდათ, მუსიკაც ჰქონდათ და ცეკვაც ჰქონდათ. აი ასეთი. აი ასეთი.
ეს იმაზე მიგვანიშნავს, რომ შედარებით გვიანი პერიოდია. ხო, აი ეს ადრინდელი მელოდიები სრულდებოდა სიმებიან საკრავებზე. ეს ის რეპერტუარია. ჩვენ მსმენელს შევახსენოთ, რომ ვართ პირდაპირ ეთერში ტალღაზე FM 102.4 და ძველი თბილისის მუსიკაზე გესაუბრებით ამავე სახელწოდებით გამოცემული აუდიო ალბომის საფუძველზე, რომელიც ჩვენი კოლეგების მიერ არის შედგენილი. რა თქმა უნდა, 240 91 92 ან 240 92 92. პრაქტიკულად ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ დისკიდანვეც ისეთი ნიმუშები აგვეღო, რომლებიც მეტნაკლებად პოპულარულია და თქვენ გექნებათ საშუალება შეადაროთ თუნდაც იგივე თანამედროვე ჟღერადობით კინტაური აი ამ ნიმუშს თუნდაც ახლა რასაც ვისმენთ, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესოა, მიშა თქვენ ალბათ იქ შემსრულებლების და შესრულების ტექნიკაც აღმოაჩინეთ სრულიად უნიკალური და განსხვავებული. ეს შესაძლოა წავიკითხეთ ჩამოდა თვალში ისეთი პოპულარული სახელები ჩვენამდეც რომ მოაღწია მათი შესრულებაც არის აღვიძილი ეს ბაგრატას გულისხმ ბაგრატა ბაგრამოვი ბაგრატა ასე მოიხსენიეთ. ასე მოიხსენიეთ. ტალგაუკოვი, მერე პავლე მაისურაძე და სხვები და სხვები. და სხვათა შორის აი დავით კუპრიაშვილი, რომელიც აქცენტი ცაგარელსაც კი მიუწევია თავის თეატრალურ დასში, იმდენად განთქმული ყოფილა თავისი შესრულებით. ეს სახელები მე მგონი ეს პირველი გაჟღერება არ გაჟღერებულა არც ერთ რადიო ეთერში. სიმართლე უნდა ითქვას, კაბანოვალი აი ბარნოვის წიგნის მიხედვით თუ შეფდათ კი ძველი თბილისის მუსიკოსები ეს ცნობილი წიგნია, აი იქ იყო პირველი შეხება ფაქტიურად აი ამ ადამიანების შესახებ პირველი. არა, მე რადიო ეთერში არ გაჟღერებულა. რადიო ეთერში რა თქმა უნდა. და მიშა თქვენთვისაც თუ იყო აღმოჩენა ვინმე კონკრეტული სახელები, კონკრეტული მუსიკალური ფრაზები. კი არიან იქ შემსრულებლები, რომლებიც არაჩვეულებრივად ასრულებენ იგივე იქ არის ზოგი კაცი არის თვარიან ღამეს მე ასე ვთქვათ შუა წლების ჩანაწერები მქონდა იგივე კლახო ზახარავის მოსმენილი მაგრამ ისეთი როგორიც ეს იყო ამ შემთხვევაში ძალიან როგორ ასრულებენ როგორ მღერიან როგორ თვითონ ფრაზებს როგორ ამბობენ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს და თქვენი სიმართლით მე და მოკლედ ვიტყვი შემდეგ როგორ მოხდა ამ მასალის გადმოტანა ჩვენი გამოვაჩინეს დიახ იქ საცავში ჩავედით ქაროსლაში სამწუხაროდ ვარაუდით არ ვიცოდით კონკრეტულად რა იყო უბრალოდ ვიცოდით ერთ პატარა ინფორმაცია რომ ვიღაცას ადრე გარკვეული რაოდენობა ფირფიტების მოუტანია საჩუქრად დაუტოვებია მუზეუმისთვის თუმცა იქ რა იყო ჩაწერილი ამის ინფორმაცია არავის არ ქონდა ჩავედით ნახეთ და გადაფარებული თეთრი ნაჭერი ქონდა გადასაყრელად გამზადებული ყუთი იყო რომელიც არავის არ ჭირდებოდა და იქ აღმოჩნდა ფირფიტები აი ხა ვისმენთ ჩვენ ზუსტად აი. ძალიან საინტერესო. ეს არის ზოგი კაცი მიშა ხო? არაჩვეულებრივად ასრულებს. ზოგი კაცი აბაბასა ზოგი კაცი აბაბასა ზოგი კაცი ობობასა Zoghi cazzi della saga Zoghi cazzi della saga E l'acqui lo scoverza Tribula da plasmutri E smoffare nego barza Zoghi cazzi პოლიფონიური დამოკიდებულება ჩდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა აი რომ ისმენ თითქოს საქართველოს არაფერი არ არის. მაგრამ ამ დროს ფრაზა დასაწყისი ფრაზაც ქართულია სხვათა შორის. აი მთვარიან ღამეში ისეთ ჩახოვებს აკეთებს შემსრულებელი იმერლიშვილი. სავარაუდოდ მე იყოს ქალი, იმიტომ რომ როვისმენს ტემბრს აშკარად აი არ არის მამაკაცის ტემბრის. ისეთ ჩახოვებს აკეთებს აი კაი კახელი გლეხი ჩაახობს აი ესეთ ძალიან საინტერესო მასალაა მართლა და მოხდა ისე რომ
აღმოჩნდა ის ჩანაწერები, რომელიც ჩვენ გვინდოდა პირველი მოსმენა იყო საკრავების მუზეუმში. მინდა მთელ კოლექტივს ბატონ რეზო კოდრიკაძის ხელმძღვანელობით დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ იქ იყო დაცული ის ასე ვთქვათ აპარატი რაც საშუალებითაც იმ სიჩქარეზე მოხერხდა ამის აჟღერება და პირველად გავიგეთ იქ. და მივხვდით რომ ეს იყო ის მასალა რომელსაც ჩვენ ვეძებდით. აი სხვადასხვა არის კიდევ ერთი დავლური ეგეთი აღნიშნა კიდევაც რომ აი დავლურის ფაქტურად ესეთი ჟღერადებაც გადაშენების გზაზე დგას, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა უნიჭიერესი ადამიანი იყო, ახალს არაფერს ვიტყვი ამით, ილიკო სუხიშვილი, რომელმაც დადგა ეს ცეკვა და შემოუნახა სხვადასხვა ქართველებს აი ამ დადგმით უძველესი ქართული ტრადიცია. ეხლა დავლური თვითონ სიტყვა გვეუბნება იმას, რომ დავლასთან უნდა იყოს დაკავშირებული, არა? ეხლა როგორც ჩანს, ეს უნდა ყოფილიყო სასახლის კარის ცეკვა, რომელიც შემდეგ თანდათან, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში და სოციალურმა ყოფამ და ისტორიულმა ცვლილებებმა გადააშენა ეს და დაავიწყა ხალხს და ისტორია აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეხლა აი დავლურის ნამდვილი მელოდიის სალამურზე შესრულებული, არა? ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ? ხალბატონო ლალი, იმიტომ რომ აი ყველა იმ ადამიანის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, აი შემსრულებლების, ძველი შემსრულებლების, რომლებიც დისკზე არიან ჩაწერილი, იწყებენ თავის მოღვაწეობას სალამურზე დაკვრით. და შემდეგ ისინი როგორ იცვლებიან, ისინი ჩვეულებრივი მესალამური ადამიანები, უცებ ხდებიან დუდუკზე ძალიან ცნობილი შემსრულებლები. მოდით მოვასმენინოთ ჩვენს მსმენელს და განვაგრძოთ შემდეგ საუბარი. სხვადასხვის გავუტანქეთი მიშო მეც ახლა წავიკითხე კიდევაც კარგს და ყურადღებით კითხულობდი ამ თქვენს ძალიან კარგ კოევას რომელიც გაქვთ ამ მუსიკისადმი მიძღვნილი და აი ქალაქურ ყოფაშიც იყო განსხვავებული პლასტები აი ხო დაბალი სოციუმისთვის სადაისაკებელი ასევე უფრო მაღალი კლასების ხო და აი აქ გაქვთ აღნიშნული რომ დასთანები დიახ ეს მაინც ამბისთხრობა იყო საკრავის თანხლებით. კი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჟანრი იყო, რომელიც ასევე მივიწყდეს პირას არის დღეს. ეხლა ეს ჟანრი როგორც გლეხურ, ასევე ქალაქურ მუსიკაში არსებობდა და ეს ძველ კულტურებში ძალიან ცნობილი პიროვნებები იყვნენ, ისე იგი სოციუმის მიერ ძალიან დაფასებული და პატივსაცემი ხალხი იყო. ეს რაჭული შეიძლება რა თქმა უნდა, ისინი თანხლებით რო ყვებიან ამას. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აქედან გავრცელდა? შეიძლება არ გამოირიცხება სრულებით. არა, ეხლა ეს მაგალითად ვთქვათ, აედები იყვნენ, მინეზინგერები იყვნენ და ცნობილია ხო ეს, მაგრამ იცით რა, აი ქართულ ყოფაში ეს თითქოს და აი მაშინდელი ძველი ყოფის ერთ-ერთი აუცილებელი პლასტი უნდა ყოფილიყო ეს, იმიტომ რომ მაშინ არ იყო არავითარი ურთიერთობები, მხოლოდ მოგზაურების სეპირის სახით გადაცემით ხდებოდა ამბის მიტან-მოტანა.
ამბის გაგება, ინფორმაციის გავრცელება და ასე შემდეგ. და აი სწორედ ეს ადამიანები იყვნენ ჯერ ერთი მოგზაურები. ახლა შეგვხვედრია ძალიან ხშირად ზოგადად მაწანწალებსაც ეძახდნენ, მაგრამ ისინი თავის თავს ვალდებულად თვლიდნენ ევლოთ აი ეს სოფელ, ზოგი ქვეყნიდან ქვეყანაშიც დადიოდა. მოქონდათ შეეგროვებინათ ის ამბები და მოსულიყვნენ და მე საზოგადოებისთვის ემცნო. და აი ეს პროცესი ხდებოდა საკრავის თანხლებით. და ტექსტის ვერბალური ტექსტი იმპროვიზაციული იყო, ქალბატონო ლალი თვითონ უნდა შეეთხსა და შესძლებოდა დაემღერებინა ეს საკრავის თანხლებით. ეს შეიძლება ყოფილიყო გუდასტვირი, გვაქვს საქართველოში ამის უამრავი მაგალითი ფანდურზე და უცხო ქვეყნებში, თქვათ, იგივე ბანდურა მაგალითად ცნობილი საკრავი იყო, რომელზედაც აი ესე ამბებს მოუთხრობდნენ. ქალბატონო, ახლა თქვენ ბრძანებდით და საკრავებს დაასახელეთ. სხვადასხვა ძალიან ხშირად არის ხოლმე დავა, რომ აი დუდუკი ან ზურნა ეს ქართული საკრავებია თუ არა. რაღაც აი ისტორიული წყაროებიდან არის თქვენთან წავიკეთეთ სხვაგან ეს იყო, რომ აი განსაკუთრებით ერეკლე მეფის დროს განვითარდა აშუღური ხელოვნება, როდესაც სასწავლებლად უშვებდნენ სპარსეთში და იმათ შემოიტანეს ახალგაზრდებმა ეს საკრავიო. ნუ ეხლა ალბათ მაინც შემოიტანეს ცოტა ისეთი ხმამაღალი ნათქვამი იქნება ალბათ, იმიტომ რომ საფიქრებელია რომ ნამდვილად იყო უკვე გავრცელებული საქართველოში ეს აღმოსავლური საკრავები. მაგრამ ის პროცესი, თქვათ, რომ ეს განსწავლული ახალგაზრდები ბრუნდებოდნენ, მათ ახლებური მუსიკალური წესრიგი მოჰქონდათ და ამკვიდრებდნენ საქართველოში. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ისევე როგორც დღესაც ხდება, ხო, უბრალოდ სხვა ქვეყნებიდან. და ის რომ აი თქვათ შუა საუკუნეებში ეს განსაკუთრებით მეფე ერეკლის სასახლის კარს უკავშირდება, კი ეს ფაქტია, იმიტომ რომ არსებობს ესეთი ფაქტი, რომ აი საიათნოვა მაგალითად ძალიან ცნობილი აშუყი, რომელმაც ძალიან მოხიბლა თურმე მეფე ერეკლე, მან გაიხადა თავისი ხალათი და უბოძა და მას შემდეგ ის ძალიან საპატიო სტუმარი იყო სასახლის კარზე. და სამენაზე ასრულებდა. სამკერო 4 ენაზე ასრულებდა, ქართულად, რუსულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. და მე მისი ერთ-ერთი ტრადიციის გამგრძელებელი იყო სწორედ აი დიდი ბაგრატა, რომელზედაც წეგან ჩვენ საუბრობდით, ისიც ახერხებდა ამას. ოღონდ ის სამენაზე, ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად თხსავდა ლექსებს და დაამღერებდა. ქალბატონო, თუ უკავშირდება ამ პერიოდს ესეთი ჟანრების შემოტანა, როგორც არის მუხამბაზი, ბაიათი, აი ბესიკსაც სხვა უკავშირდება ესენი. იცით რა, ესენი საფიქრებელია, რომ ალბათ ცოტა უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შემოსული, იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი ჩამონათვალი შეიძლება გავაკეთოთ იმ ჟანრებისა, რომელიც ამ მუსიკისთვის იყო დამახასიათებელი. სხვადასხვა სოციალური წრისთვის დამახასიათებელი და სხვადასხვა სოციალური ყოფისთვის დამახასიათებელი, მაგრამ აი ეს ბაიათი როგორც ჩანს, მერე უკვე გახდა, როგორ გითხრათ, თითქმის მთელს აღმოსავლეთში და ამიერკავკასიაში რაღაც აღმოსავლური მუსიკის აღნიშნული ტერმინი. ბაიათში გულისხმობდნენ სწორედ აი ამ აღმოსავლურ მელოდიებს და ამას გარდა კი ბეითიდან მოდის და ამას გარდა იყო კიდე ესეთი საქართველოში გავრცელებული თათრული ბაიათები. ეხლა ეს თათრული კაცმა არ იცის საიდან მოვიდა და რატომ დაერქვა თათრული. ფაქტია რომ ის აი ამ სიტყვაში შეიძლება იგულისხმებოდეს სომხურიც, აზერბაიჯანულიც, სპარსულიც, არაბულიც, ღმერთმა უწყის, უამრავი. და სხვადასხვა აი მუხამბაზი ის ჟანრია, რომელიც ძალიან გავრცელდა ქართულ ცხოვრებაში და გადმოქართული.
მსმენელიც შემოგვიერთდა. დიახ, გისმენთ. ალო, მოგესალმებით. გამარჯობა გენაცვალე. გამარჯობა. მე ვარ 80 წლის ქალი და აი ამ მუსიკას უსმენ ეხლა წუთში და მაქვს მე ტალგაუკოზე და აი ამ ძველი მომღერლებზე მუსიკანტებზე პატარა წიგნი გამიგდა. ხომ მე უკვე 80 წლის ქალი ვარ და მე არაფერში აღარ გამომადგება და და მინდა უცხოებს ჭირდებათ. დიდი სიამოვნებაა. ძალიან დიდი საჩუქარი იქნება ჩვენ და თუ შეიძლება თქვენი ტელეფონის ნომერი დატოვოთ ჩვენ რეჟისორთან და დაგიკავშირდებით აუცილებლად. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. 240 91 92 ან 240 92 92. ჩვენ შეგვიძლია მართლა კიდევ მიმართოთ მსმენელს იქნება ვინმეს ოჯახებში როგორც თქვენ ნახეთ ახლა ფირფიტები ნახებოდეს კიდევაც და ძალიან კარგი იქნებოდა რომ მართლაც გადმოეცა ეს გამოსცემს ამას და ძალიან დიდ საქმეს გააკეთებენ ჩვენი რადიო მსმენელები თუ აი ამ სიკეთეს გააკეთებენ იმიტომ რომ აი ამითი ძალიან დიდ ფურცელს გააღრმავებენ ქართული მუსიკის ისტორიაში. ნებისმიერი ისეთი ძველი ფირფიტა რომელიც შეიძლება ინახებოდეს რომელიმე ოჯახში. ამიტომ პრაქტიკულად ეს დისკი რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, რამდენი ნიმუშია მიშა შესული? 26 ნიმუშია. 26 და არის სრულად რაც მოიძიეთ პრაქტიკულად. სამწუხაროდ ორი ფირფიტა იყო ძალიან დაზიანებული და ძალიან გული მწვდება რომ არ ვიცით რა იყო იქ ჩაწერილი. და მსმენელს უპასუხოთ, დიახ გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა, იცით რა მინდა თქვა, აი რა განასხვავებს ჩვენს რადიოს აი საზოგადოებრივ რადიოს სხვებისაგან. ამგვარი გადაცემები და მათი პათოსი, აი როგორ მიყავთ, როგორ გიყვართ თქვენი ის რასაც აკეთებთ, რასაც გადმოგცემთ ჩვენ, ეს ძალიან იგრძნობა. იცით როგორ იგრძნობა, რომ მე არ ვიცი ახლა სხვა სივრცეში, ამოკიდეგოვნო სივრცეში, ეს უნდა იყოს სამაგალითო, როგორ დარაჯობთ თქვენ სიძველეებს, როგორ იცავთ მას და როგორ ცდილობთ, რომ ის ჩვენ შეგვაყვაროთ, შეაყვაროთ და გადაურჩინოთ მომავალ თაობას. მე აი ამის გამო გიხდით მადლობა საზოგადოებრივ რადიოს ყველა მოთავეს და თქვენ განსაკუთრებით ხაზის რადიოს თანამშრომლებს უღრმესი მადლობა ღმერთმა გაგახაროთ. თქვენ მადლობა ასეთ დამოკიდებულებისთვის. კიდევ ერთ მსმენელი დიახ გისმენთ. ალო. მოგესალმებით. მე ვარ? თქვენ ძანდებით გისმენთ გამოდა. გენაცვალე რა და მე მინდა ვკითხო ეკას რომ მე მას მივაწოდე ილიკო ხურხურის შესახებ. დიახ, ჩვენ ვამზადებთ ამ გადაცემას. შეგეხმიანებით ქალბატონ აუცილებლად. ვამზადებთ ამ. ქალბატონ ქეთისთანაც ვინდა შევათანხმოთ ეგ საკითხი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. აუცილებლად შეგეხმიანებით. აი გრიჩაშვილის სახელმწიფოში არის ფოტოები ილიკო ხურხულის მოძრავი საინტერესო მართლაც არაჩვეულებრივი გადაწყვეტა ხო ასეთი ფორმით საოცარი ადამიანი იყო. დიახ. აი თვითონ ილიკო ხურხულიც ასე აი სხვათა შორის ილიკო ხურხული ის ადამიანი გახდათ ვინც მე-20 საუკუნის ლამის 50-იან წლებამდე შემოინახა ცოცხლად თბილისური ტრადიცია. ყოველ დილით ის თავისი საკრავის ხელში დადიოდა თბილისის ქუჩებში და ულოცავდა ქართველებს ახალი დღის დადგომას. ყოველ ეზოში შედიოდა თუმცა და უყვებოდა და აცნობდა. დასავლური განათლება ჰქონდა ხო მუსიკალური? ბულგარეთში იყო წლების განმავლობაში და ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მე ვიოლინოზე უყრავდა არაჩვეულებრივ. კიდევ ერთი მსმენელია თუ ავწდები. და მსმენელი შემდეგ კიდე შევეხმიანებთ თუ კაცრავად შეწყდა ეს კონტაქტი და შემდეგ მინდა გავაგრძელოთ ისევ საუბარი რა. აი როგორი ასახვა ჰპოვა თანამედროვეობაში არა მარტო საესტრადო ჟანრის შემსრულებლებში, ასევე კლასიკაშიც, ერთადაც იოსებ კეჟაღმაძის ძალიან ბევრი გუნდები შეიძლება თქვათ, რა თქმა უნდა, ხო? რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი. ჩვენ ახლა კონსერვატორიაში საპროგრამული მასალა იყო ჩვეულებრივად ბატონი სოსოს ნაწარმოებები, დღესაც ესეა და არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონსერვატორიაში სრულდება ბატონი სოსოს ნაწარმოებები და ეს მართლაც სამაგალითოა და ისეთ იმდენად საინტერესოა აქ ბატონ სოსოს გადაწყვეტა საერთოდ აი დანახული ხალხური კილო, ქალაქური მუსიკა, შემდეგ აი კლასიკურ მუსიკაში თავის საგუნდო ხელოვნებაში წარმოჩენილი რომ ეს მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივი კომპოზიტორი და დიდი პიროვნება იყო ჩვენი ქვეყნისთვის და არის რა თქმა უნდა. მართლა საინტერესო იქნება მოისმენთ როგორი ასახვა ჰპოვა ამ ძალიან მნიშვნელოვანია თუ შეიძლება ვიტყვი იმას რომ აი ბატონი სოსო უნიჭიერესი ადამიანი იყო ახლა ყველა მეცის ხო ესა და დააკვირდით რომ იმ საკრავის თანხლებით არ აკეთებს ამას საგუნდო ნაწარმოებს აკეთებს ეს საოცარი გადაწყვეტა იყო ეს
დავიღვარეთ ეპითეტებად ამ მართლაც შეუძლებელია გულგრილად ამისოს და მე მგონი სმენელსაც იგივე დაებართა. ორი მსმენელი ყასადელი მოხაზე ორივეს მოპასუხებ. დიახ. მაპატიეთ ახლა ვერ როცა გელოდებოდით ვერ მოვუსმინე ის რაც გავიდა და არ ვიცი შეიძლება კონტექსტი არ ჩაჯდეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ პირველ რიგში მართლა მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის რომ ეს გადაცემა მოაწყვეთ, იმისთვის რომ აი ძირებს ეძიებთ ამ ქართული მუსიკის, ანუ უпростоრეთ თბილისში გავრცელებული მუსიკის ჩვენი ისტორიულ ძირებს ეძიებთ და ობიექტურები ხართ, მაგრამ ამ ძალიან ობიექტურობას რომ აი არ მივითვისოთ დაუშვათ და რომ ამბაზე არის კაცმარცი საიდან არაბულიდან თუ სომხურიდან თუ დაუშვათ თურქულო სპარსულიდან არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქართულის ინტერესი არა ობიექტურობა იმიტომ რომ ეხლა ველბარდაგზე გავშლის სუფრას ამ მოტივით და აი ასეთი აღნაგობით ქართული სიმღერა სუფთა წმინდა ქართული წარმომავლობის მგონია და თუ თქვენ ნებისმიერ ან არაბულ ან სპარსულს ან არ ვიცი საიდანაც გინდათ მომიტანთ გვერდში დაუყენებ და მეტყვით რომ ეს იმის მსგავსია ეს არ ვიცი მაშინ დამიმტკიცეთ მაპატიეთ დიდი მადლობა ჩვენ გაგწევთ მაგაზე პასუხს ჟანრი შემოვიდა აი როგორც ოპერის ჟანრი შემოვიდა მაგრამ დაისზე და ავესალომეთერზე ხო ვერ ვიტყვით რომ ეს იტალიური ოპერაა ხო ვერ ვიტყვით ვერავითარ შემთხვევაში აი ეს ველბარდაგზე ძალიან აი მართლასული შემძვრელი ქართული ხანგია მადლობა ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებთ. რასაც აქვს საფუძველი რომელზეც ჩვენ საუბრობთ. ალბათ შეიძლება მე მოპასუხოთ. დიახ, გისმენთ? დილამშვიდობის. მადლობა კარგი გადაცემისათვის, რომ ასე გინდათ გაგვაცნოთ მუსიკის ისტორია და ძველი ქართული საკრავები. მე მაქვს მამის ნაქონი გრამ ფირფიტები. აი საარი, რასტი, აი ძალიან საინტერესოა. აი თუ გამოგადგებათ მე მოგადგებათ ეკა დაგიკავშირეთ. მადლობა. ეხლა კიდე ერთი თხოვნა გვაქვს. ამაზე წინ მე მგონი ლარისამ დარეკა და მე დავტოვებ ნომერს რეჟისორთა და შემეხმაუროს ალბათ ესმის კიდევაც. კი ბატონო. ესეც კიდევ ერთი პლასტი. ჩვენს დაგირეკავთ ხალბატონი ლარისას ტელეფონს თქვენ შეგატყობინებთ. მადლობა. დიდი მადლობა და ეხლა რაც შეეხება აი ხალბატონმა თქვა მუხამბაზე ეს რა თქმა უნდა მინდა ქართული მოვლენა მაგათ სიმღერები მაგრამ თვითონ დასახელებას ვამბობთ რომ ეს შემოვიდა და მაგაშია ჩვენი გადაცემის თემაც რომ აი ეს შემოსული მუსიკა რომელიც შემოვიდა სხვადასხვა ეროვნებებიდან და რომელიც თბილისში ძალიან მრავალეროვნული იყო ყოველთვის მაინც ქართული ადაპტირებული მოვიდა არის ის რომ ქართული მუსიკალური აზროვნება არ არის ერთხმიანი ხო არის მრავალხმიანი ანუ ქართველი ვერასდროს ვერ გაერთხმიანებს ყოველთვის რაღაც შემოდის მუსიკა ყოველთვის ვცდილობთ რომ
ერთი ხმა დავუმატოთ მე. გახშალოთ როგორც ქვია. მაგალითი მაქვს. როგორ გონიათ, ბოდიში აი გურიაში რო შესულიყო ეხა ქალაქური, აი ასეთი ტიპის ქალაქური მუსიკა ის ვერ მოიკიდებდა ფეხს. აუცილებლად კლიმანჭულს დაამატებდა. მაგრამ მანს არ ეტყოდნენ? სულაც ეს არის ჩვენი ქალაქის თქოთ თავისებურება. აქ უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. ზოგი ვაჭრობდა, ზოგი სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა და რა თქმა უნდა, აი ამ ყველაფერმა თავისი კვალი დატოვა აი ამ შემოქმედებაშიც. ქართველმა როგორ გითხრათ, ის ქართული სურნელი მოაფინა იმ ყველაფერს, რაც გადავიდა რომ ვამბობთ რომ საკრავებზეც რომ დავუშვათ იგივე დუდუკი, იგივე მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. ერთმანეთს ადამიანები ურთიერთობთ ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, შეიძლება გადავიდეს, მაგრამ მან ხო ქართული ჟღერადობა შეიძინა, თავარი ეს არის. დუდუკი არის ეგვიპტური წარმოშობის საკრავი. ეხლა ზუსტად არავინ იცის, როდის შემოვიდა საქართველოში. ასევე ფანდურიც არის ბერძნული წარმოშობის ფანდირი, ხო? არა, ბერძნული კი არა, შუამდინარულია, იქიდან მოდის. ეხლა საინტერესო ის არის, რომ ეს საკრავი იყო ქურუმი ქალების რაღაც საკრალური საკრავი და მერე ქართველებმა აი სწორედ თქვა, სწორედ ნიშნავ, რომ ქართველებისთვის ძალიან მიუღებელია ერთი ხმის მოსმენა. ამიტომ სასწრაფოდ იპოვნის გამოსავალი ქართველებმა და პირველი ხმა, მეორე ხმა და მესამე ხმა აჟღერეს და აი ეს მოვლენა ნამდვილად ქართულია. ისე რომ ამაზე არავინ არ კამათობს. ერთ დავამატებდი ქართული კეთილი რომ უსმენი ამ მუსიკაზეც. ეთქობა ქართველებს ყოველთვის ჰქონდა რაღაცის უცხოურის აუცილებლად ათვისების დღემდე ესე როგორც ახლა ადაპტირებულად დღესავთ ამერიკანიზაცია, მაგრამ მე ეს თავარი რა არის იცით რომ მაინც ყველაფერი წვინდება და მაინც ისე ქართული წარმოება თავის ადგილას დიახ. ისე რომ ექსპერიმენტის უფლებას დავთოთ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და ჩვენ ახლა ქსოვრელებს მიმართოთ, ქსოვრელებით მართლაც აი ძველი თბილისის რეპერტუარი და გაჟღენთილი და ეს ერთ-ერთი სიმღერა, ასეთი სტილის სიმღერა აღმოსავლურ აი ქსოვრელებმა იმ თვალსაზრისით რომ აი ზუსტად შემოინახეს ის ტრადიცია, რომელიც თქვა თავის დროზე საფუძველი დაუდო იგივე საიათნოვამ, დიდმა ბაგრატამ, ტალგაუკოვმა და ასე შემდეგ. გლახო ზახაროვის ხსენებლობა შეუძლებელია, რა თქმა უნდა. და აი სწორედ ქსოვრელებმა გააგრძელეს ეს ტრადიცია, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზეპირი ტრადიციით გადასცემენ თავის მოსწავლეებს და არსებობს შეგირდობის ინსტიტუტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.
ღიღინიდი შემოვედით ეთერში პრაქტიკულად უნდა დავემშვიდობოდი ჩვენს მსმენელს მაგრამ მე ერთ სურვილს გამოვთქვამდი და იმედსაც გამოვთქვამ რომ თქვენ კიდე შეეხებით ამ თემას და მოძებნით კიდევ. ჩვენი რადიოს ფენის წყალობითაც მე ვფიქრობ რომ რაღაც საინტერესო მასალას ქალბატონკეთის აქვს რამდენიმე ადამიანის კოორდინატები რომლებიც დღეს ასრულებენ აი ამ ძველი თბილისის მუსიკას. ქალბატონკეთი იქნებ ჩვენს გადაცემას მოსპინძლოს თქვენ. სიამოვნებით საჭირო იქნება ამ ადამიანების თავმოყრა და ძალიან საინტერესოა აი ჩვენ ხო დღეს ძირითადად სულ დუდუკები გავაჟღერეთ მაგრამ აი ძველი საკრავები ძველი აღმოსავლური საკრავები საზი თარი კამანჭა რუბაბი არიან კიდე ამ შემსრულებლები ხო? არსებობენ იცით ჯერ კიდევ ტრადიციაში და შეიძლება ცოცხლად შეასრულოს რა თქმა უნდა ჩვენ მეორე სერია ამ კომპაქტ დისკის აი ამ პროექტის იყოს ასრულოთ აი ეს რომ ეს ადამიანები ჩავწეროთ. პირველი მასპინძლები ჩვენ უნდა ვიყოთ მოდით ამის პირობას და ჩვენ დღევანდელი გადაცემიდანაც გვაქვს ჩვენ მოლოდინი ერთი ბეჭდური გამოცემა მიგონიშნა ჩვენმა მსმენელმა და ფირფიტებზეც ასე რომ განსაკუთრებული მადლობა მათ ასეთი აქტიურობის ქალბატონი ლალისეთურიძე იყო დღეს თქვენი მასპინძელი ამ სტუდიაში მე ეკაბარ ტალახაძე და ჩვენ სტუმრებს მადლობა მიხეილ ჯავახიშვილი კეთევან ბაიაშვილი. დიდი მადლობა. ამ გადაცემის ჩანაწერს რა თქმა უნდა როგორც წესი 23 საათსა და 10 წუთსა დღეს ღამით მოისმენთ ამ ტალღაზე და შეგიძლიათ მიპოვოთ ინტერნეტშიც. დრებთ. მე მადლობა მინდა უთხრა ჩვენს რადიოსთან ასეთი აქტიური ჩარევისათვის ჩვენს გადაცემაში. თქვენგან კიდევ ძალიან ბევრ წინადადებას ველოდებით. მადლობა. ხაზის რადიო